კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა მოგესალმებით და როგორც ხედავთ უკვე ჩვენ სტუმართან ვიმყოფებით დილამშვიდობისა. იქ როგორ აჩვენეთ არწივია. ის პირველი შემოდიხარ საშტოებს არწივი იქხდება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, გამარჯვებათ ბატონებო დილამშვიდობისა. ამათ გონიათ რომ მე გამაღვიძეს დილა ადრიან. 6 საათიდან დავდივარ. მართლა? აბა ესე ადრიანად იწყება თქვენი დილა. ნუ ესე იწყება, აბა რა, იმიტომ რომ სხეულს თავისი მოფერება სჭირდება, როგორც სულს, როგორც გონს, ასევე სხეულს. ამიტომ აქ მზიური მაქვს და დავდივარ და ვარ ეთამაში. ესე იგი აქტიურად ვარჯიშობთ დილაობით. არ მეტყობა ქალო. აბა რა. რა ვაგეკადრე. მეორე რაც შემოდიხარ სახშტოებს ხდება ეს არაჩვეულებრივი ფოტოკოლაჟი. კი, გამოფენა. არაჩვეულებრივი გამოფენა. არაჩვეულებრივი გამოფენა ნამდვილად. ეს ახლა მთლიანად თავიდან არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დიდი პერიოდი ჩვენი შემოქმედებისა ამ კედელზე განვათავსებ. ხო, დილა ასე იწყება ხოლმე. იცოდი რომ თქვენ დამობრძანებული ყავით და ამიტომ არ დავამთე დილით სანთელი. თქვენი შემოვერთით ახლა თეშობლის ხატთან შევეხვეწები და შევედრები. თქვენ მეუღლე ნახე? ხო, მეუღლე. გაიღვიძე ქალო. კაცი, აბა. მისი დილა არ იწყება 6 საათზე? არა, მე. როგორი დილა გაქვთ თქვენ? ჩვეულებრივი. ანუ ეს მომზადებ. ეს გვივლის თავიდან ბოლომდე ყველას, ლილი გახსოვთ ალბათ მისი სიმღერები, ჩვენ დუეტები ქონდა არაჩვეულებრივი. აი სამზარეულოში ფოსფოსიც გიყვართ, ხო? აი წენი უნდა გაწუვათ ახლა. აბა? როგორი? როგორ ყოლდინი, ხო? კი. ეს აუცილებელია არის, ხო? გავს იმდენი გრეიპფრუტი უნდა დავიყო. თუ არ გავდა ნუდალე. ისა ლილი ლიმონეთი რა. ჩემი აი დილამშვიდობისა გავაღვიძეთ ანდრიას. ასეთ ძოლი მყავს? ძალიან მაგარია. ეს კეთო გახლავთ მის წარმოდგენაში და მის იმებში, იგი მხატვარია და ეს მე ვარ. აბა ეხა ითქვათ არ ვსო. ზას ხსოვთ. წარმოდი გასცემ. ნუ წავიდეთ ნახოთ. პოლიეთილენის პარკების გარეთ. რა მაგარია. და დიდი დრო ჭირდება ხო ამას ძალიან. აი ეს დეტალებით და ისინი. ორი თვე მაინც ჭირდება. კატა კაცახში? კი. სად არის? ჩემთან იქნება, ვაშა. აი ხო ვაკეთებდი ამას სწავლობდი. შექსპირის 66 სონეტია გაკეთებული არაჩვეულებრივი. ხო, აი ამას არაჩვეულებრივი სიმღერა და ვემზადები კონცერტისთვის. ტიაზოს არია. სულობორო. სუნამოები ეს თქვენია. საინტერესოა. არა, ეგ არა. ეგ არა. ოკაია. ნახე. ეს რა არის? ეს განსაკუთრებულია. სუნამოებს აგროვებ? სუნამოებს? თქვენთან კიდევ. ეს ყველაფერი ნაჩქარია. ამის ის სადმაკ, ამის თავი, ამდენი ნახე რა ამბავია. მალე 45 წლის თავს გადავიხდით არსებობის და სცენაზე დგომის. მთლიანად ანსამბლი, იგი 68 წელს, 1968 წელს ჩამოყალიბდა. ბატონ ჯემალ ბაღაშვილის და ალექსანდრე ბასილაიას და ვახტანგ ტატიშვილის და გიორგი ლეონიძის შემოგვიავლობით. გიორგი გარდაიცვალა, ლეონიძე ადრე არაჩვეულებრივი პირველი ხმა, დანარჩენები, ნუ ალექსანდრე ბასილაიაც გარდაიცვალა. ამის შემდეგ ივერიამ ცოტაოდენ კი არა შეანელა თავის ქმედება. თოვლის ბებოს ზღაპარი ჩვენ ჩავატარეთ 165 კონცერტი შეუჩერებლი. ეს იცით რა, ხო არ გინესის რეკორდები და რაღაცები, არ ვიცი მე ვის რეკორდმა უნდა ჩაწეროს ეს, მაგრამ აი ივერია ასე უყვარს ხალხს. იმდენია მოსაგონებელი ახლა რა მოვიგონო ღმერთმა უწყის რა. Новые кувшины, вай, вай, на Кавказе много глины, вай, вай, все не вечно, все там будем, вай, вай, а пока послушаем, люди, вай, 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 вай.
თავიდანვე შეგიძლიათ დაბრუნება გაიგნით იგივე გზას. ხო, გავივლიდი, უი როგორ გავივლიდი, ხო იცი, ახლა შეცდომები რომ იცი სადაც დაუშვი. ნანობთ რამეს? რომ ბოლომდე ვერ დავიცალი ამას ნანობ. ბოლომდე უნდა რაც უფალმა მოგანიჭა ხმა, შესაძლებლობა ხალხის სამსახური ბოლომდე უნდა იმსახურო. ბევრს გონია რომ სცენაზე გამოსვა და ტაში ეს მთავარია. ტაში შედეგია იმის სიამოვნების რაც ხალხმა განიცადა. მაგრამ იმის შეგრძნება რომ შენ რა გავალია როგორც ხელოვნების მუშაკს, აი ეს მომცა მე ივერია. არავით არის ხოვარ სამშობლო ამას მოდი არგამაჩნია მაყურებელს ვეტყვი რომ ჩვენთან ერთად დილა დაიწყო ბატონმა თემურ ციკლაურმა, როგორც გავიგეთ ივერია 45 წლის ხდება. დიახ. და გავიგეთ რომ უყვარს დილით მზიუში სირბილი და უყვარს ესეთი ახალგამოწრული წვენები გრეიფრუტი, მოკლედ ძალიან საინტერესო. ეს მეტი არაფერი არ მიყვარს. არა, კი. მე ყველაფერი მიყვარს, რა თქმა უნდა. თქვენს მიყვარხართ, უაღრესად მიყვარხართ და უაღრესად დიდ პატივს გცემთ ხალხო.